აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაესხმება ირანს რაკეტებით. თუ თეირანი უახლოეს დღეებში არ დათანხმდება ბირთვული შეთანხმების გაფორმებას. გამოცემა Axios იუწყება, რომ აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ მოამზადა ირანზე მოკლე და ძლიერი დარტყმების ტალღის გეგმა, რომელიც რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც მოიცავს. იმ იმედით, რომ საბოლოოდ დაძლევენ მოლაპარაკებების ჩიხს და აიძულებენ ირანს კაპიტულაცია გამოაცხადოს. სწორედ ეს გეგმები წარუდგინეს დღეს ამერიკელმა სამხედროებმა დონალდ ტრამპს დახურულ შეხვედრაზე. და სწორედ ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მშვიდობის შეთანხმება არარეალურია და ხელმოწერილი არ იქნება. რადგან თეირანს კიდევ ერთი დარტყმა უნდა მიაყენონ, რომ იქ საბოლოოდ შეწყვიტონ თამაშები. მაგრამ გაჩნდა კიდევ უფრო შემაშფოთებელი სიგნალი. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ ნებართვა მოითხოვა. გადაწყვეტილება ჰიპერბგერითი რაკეტების Dark Eagle-ის ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის შესახებ ირანზე დარტყმებისთვის. ეს საკმაოდ ძლიერი იარაღია, რომელიც სხვათაშორის იქ ჯერ არც ერთხელ არ გამოჩენილა. და საქმე იმაშია, რომ ეს რაკეტები აღემატება იმ რაკეტებს, რომლებიც აშშ-მ ადრე გამოიყენა ირანზე თავდასხმებისთვის. ამასობაში ნავთობის ფასებმა კვლავ ყველა რეკორდი მოხსნა და ბარელზე $126 მიაღწია. მე მქვია ალექსეი პეჩი. ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავითრებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობას გეტყვით. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბული არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. ასე რომ ვაშინგტონში მაინც გადაწყვიტეს ირანზე სამხედრო დარტყმებს დაუბრუნდნენ, რადგან თეირანი კატეგორიულად უარს ამბობს ბირთვული შეთანხმების გაფორმებაზე. Axios-ის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო ბრიფინგი ირანში შესაძლო სამხედრო მოქმედებების ახალ გეგმებზე, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის ადმირალ ბრედ კუპერისგან. თუმცა თავად ტრამპი ისე აჩვენებს თითქოს აშშ-მ გადათვიდა ირანი აღარ დაარტყას. და ამის ნაცვლად ბლოკადაზე გააკეთოს აქცენტი. მაგრამ სწორედ გუშინ აქ ამ YouTube არხზე ვხვებოდი, რატომ არის ეს ბლოკადა საშიში თავად დონალდ ტრამპისთვის. ადმირალ კუპერის ბრიფინგი მოწმობს, რომ ტრამპი სერიოზულად განიხილავს მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას. ან იმისთვის, რომ სცადოს მოლაპარაკებებში ჩიხის გადალახვა, ან იმისთვის, რომ ომის დასრულებამდე გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს. ითხოვინებიან, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ მოამზადა მოკლე და ძლიერი დარტყმების ტალღის გეგმა ირანზე, რომელიც ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც მოიცავს. იმ იმედით, რომ მოლაპარაკებებში ჩიხი გადაილახოს. არის იმედი, რომ ამის შემდეგ ირანი მაინც დაბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და ბირთვულ საკითხში მეტ მოქნილობას გამოავლენს. კიდევ ერთი გეგმა, რომელიც დონალდ ტრამპს წარუდგინეს, მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტის ნაწილის დაკავებას მისი კომერციული საზღვაო მიმოსვლის აღსადგენად. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ესეთი ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს სახმელეთო ძალების გამოყენებასაც. საკითხი იმაშია, რომ აშშ-ს შეუძლია სპეციალური დანიშნულების რაზმი ირანის სანაპიროზე გადასხას. იმისთვის, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი უკან დაახევინოს და ამ გზით გახსნას ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, თუმცა ამავე დროს შეინარჩუნოს ბლოკადა თავად ირანზე. კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ადრე განიხილებოდა და კვლავ შესთავაზეს დონალდ ტრამპს, არის ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის ოპერაცია ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ფაქტობრივად კი სპეციალური დანიშნულების რაზმს მოუწევს სწორედ ეს მაღალგამდიდრებული ურანი ჩაიგდოს ხელში. თუმცა საჯაროდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვაო ბლოკადას უფრო ეფექტურად მიიჩნევს, ვიდრე დაბომბვებს. მაგრამ თუ ირანი ბლოკადის ზეწოლას არ დაემორჩილება, მაშინ დონალდ ტრამპი განიხილავს სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობას. აქ უკვე ამერიკელი სამხედრო სტრატეგები ასევე განიხილავენ იმ შესაძლებლობას, რომ ირანი ბლოკადაზე პასუხად რეგიონში ამერიკულ ძალებზე სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს. და ამბობენ, რომ მაშინ ნამდვილად მოგვიწევს პასუხის გაცემა. აქ აღნიშნავ ერთ მნიშვნელოვან მომენტს. ადმირალმა ბრედ კუპერმა ანალოგიური ბრიფინგი ჩაატარა დონალდ ტრამპისთვის 26 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე სულ 2 დღით ადრე. მაშინ სწორედ თქვი, რომ თუ კუპერი თეთრ სახლში გამოიძახეს, ნამდვილად რაღაც დაიწყება. ეს იყო სიგნალი, რომ თუ ტრამპი ბრიფინგზე ეჯახებს კუპერს, ანუ უშუალო სარდალს იმ ჯარებისა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში იმყოფებიან, ეს ნიშნავს, რომ წინ ესკალაცია გველოდება. და აქ ჩნდება ძალიან საინტერესო ინფორმაცია. აშშ-ში შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ
ითხოვა ნებართვა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაგზავნოს Dark Eagle-ის ჰიპერბგერითი რაკეტები ირანზე შესაძლო დარტყმებისთვის. წყაროების თქმით, სარდლობის წარმომადგენლებმა ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა იმით ახსნეს, რომ თეირანმა თავისი გამშვები და ანგარები გაიყვანა იმ ზონის მიღმა, სადაც მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მიზნების დაზიანებას ახერხებენ, აღწერა. ეხლა აშშ-ში სამხედროებს სჭირდებათ უფრო შორი მოქმედების სისტემა, რათა გაანადგურონ ირანული გამშვები და ანგარები. და სწორედ ამ ბრიფინგის ფონზე ცენტრალურ სარდლობაში ელიან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და პენტაგონი საბოლოოდ დაამტკიცებენ მათ მოთხოვნას. თუ ასე მოხდება, ეს ნიშნავს, რომ აშშ პირველად განალაგებს ჰიპერბგერითი იარაღს, რომელიც ჯერ კიდევ სრულფასოვნად ექსპლუატაციაში არ შესულა. ირანში მიზნების მიღწევის გარდა, ეს ნაბიჯი ასე უნდა გახდეს სიგნალი რუსეთსა და ჩინეთისთვის, რომ აშშ-ს აქვს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები. აქ ავხსნი, რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი. Dark Eagle-ის რაკეტის სიშორე დაახლოებით 2,7000 კილომეტრია. რაკეტას შეუძლია განავითაროს 6100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე და მანევრირება, რათა აუაროს გვერდი საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ერთი ესეთი რაკეტის ღირებულება დაახლოებით $15 მილიონ არის შეფასებული. და ჰიპერბგერითი რაკეტების კონფლიქტის ზონაში გაგზავნის მოთხოვნა შემოვიდა 9 აპრილიდან მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოქმედებს. მანამდე დონალდ ტრამპმა უარყო თეირანის გეგმა ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, რადგან თეირანი აპირებდა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განხილვა გადაედო მოგვიანებისთვის. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დაავალა ირანის ხანგრძლივი საზღვაო ბლოკადის მომზადება. იმ იმედით, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლა, მათ შორის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა, აიძულებს ირანს დათმობაზე წავიდეს. ამასობაში ბაზარი კვლავ მერყეობს. ხუთშაბათს ნავთობის ფასმა მოკლევადიანად გადააჭარბა $126 ბარელზე, რაც ბოლო 4 წლის უმაღლესი მაჩვენებელია, რადგან ზოგიერთი ტრეიდერი აშშ-სა და ირანს შორის ესკალაციის შიშობს. ხოლო შეგახსენეთ, რომ ტრამპის ომამდე ირანის წინააღმდეგ ბრენტის ნავთობის ფასი $73 იყო ბარელზე. დღეს კი ის 126 გადააჭარბა. ამავე დროს აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ხუთშაბათს 4 წლის მაქსიმუმს $4.3 მიაღწია გალონზე. ეკონომისტები ახლა აფრთხილებენ, რომ თუ ნავთობის მიწოდებაში შეფერხებები წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება, ეს შეიძლება გლობალურ რეცესიას გამოიწვევს. ზოგი ქვეყანა უკვე განიცდის საწვავის დეფიციტს, ინფლაციის ზრდას და მომხმარებლური ხარჯების შემცირებას და მომავალში შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს. ამიტომ ტრამპს, როგორც ამბობენ, აქვს მიზეზი იჩქაროს. აქ მრავალ წერტილს დავშვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს გამოშვება. და მეგობრებო, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის საშუალებით. ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ფრთხილად იყავით. ყველას მშვიდობით. სუბტიტრები.